გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს თითქმის 2.400.000 ლტოლვილის განსახლება იქნება საჭირო, რადგან მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეამცირა ლტოლვილთა მიღება. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ამბობს, რომ ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი გზა არც კი არსებობს. სამწუხაროდ მათ ომის, ძალადობისა და დევნის გამო სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ. ვერც იმ ქვეყნებში არიან უსაფრთხოდ, სადაც თავშესაფარს ითხოვენ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ქვეყნებს განსახლების პროექტის გაფართოებისკენ მოუწოდებს, რათა მათ გაზარდონ ლტოლვილთა კვოტები და დააჩქარონ განცხადებების დამუშავება. ყოველწლიური ანგარიშის თანახმად მომავალ წელს 43 ქვეყნიდან წამოსულ 2.370.000 ადამიანს, რომლებიც 76 ქვეყანაში ცხოვრობენ, სხვაგან გადასახლება მოუწევთ. ამ მხრივ ყველაზე დიდ ჯგუფს ავღანელი ლტოლვილები წარმოადგენენ, შემდეგ არიან ლტოლვილები სამხრეთ სუდანიდან და სირიიდან, ასევე მიანმარიდან ჩამოსული როჰინგელი ლტოლვილები, რომლებიც ბანგლადეშში უზარმაზარ ბანაკებში ცხოვრობენ. ამ ლტოლვილთა რაოდენობა, რომელთაც უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გასული წლის ანგარიშთან შედარებით 6%-ით შემცირდა. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ირანსა და პაკისტანში მყოფი ავღანელები, ასევე სირიელები 2024 წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ.